ზელენსკიმ წარადგინა ახალი ელჩი საქართველოში. ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩად მიხეილ ბროდოვიჩი დანიშნა. ეს რას ნიშნავს გამოგები? ან გაწევა რა იყო, ან გამოწევა რა არის რა. ან რა ვქეთით რამეში გამოვსწორდით, კარგად მოვიქეცით თუ რა არის? ჯერ ახსნას ვაფშე ის რატო გაიწვია? ესე არ არის რა, როცა კიდე გაიწვევ, როცა კიდე გამოიწვევ რა და როცა კიდე შემოვა, როცა კიდე გავა რა. ახსნას ეს ამბავი რატო გაიწვია და ის პასუხების კითხვებზეც გასცეს პასუხები რა, იქ დადეიშვილს იმებს რო იფარებს რა. ამდენი ხანი დამნაშავეებს და მე ვნახავთ კიდე დავწონით საერთოდ ღირს ამ ეტაპზე უკრაინის ელჩის ყოფნა საქართველოში თუ არ ღირს რა. აუ დაუნიშნია ბიჭს თავის შუაში და გონია რომ ეხა ესე მალე დავივიწყებთ ჩვენ ამ ყველაფერს რა. ეს რა უბედურება არის ესე ხო არ არის ვანკასტანკა ხო არ არის როცა კიდე გაიწევ არ ახსნი რატო გაიწევ და მე ისევ როცა კიდე მოიწევ რა. ეგ არის ზუსტად რომ ეგ არ მოხდება ჩვენ ქვეყანაში ჯერ ახსენი წერილობით რატო გაიწვია ის კაცი და მე წერილობით იმდე რატო გინდა რომ ეს დაინიშნოს რა თუ რამე ისეთი უკან-უკანა აზრები არ არის ამაში რა ყველაფერში და იმაზეც გაგვეცით პასუხი ეს პრეზიდენტად წოდებული ყოფილი რატო შემოაპარეთ ქვეყანაში რა თქვენი ქვეყნიდან ზღვით რომ შემოაპარეთ და არაჟნების კონტეინერით მაგაზეც გაგვეცით პასუხი და ტიპებზე კიდე იქ რო გიზით და სათბურებში რო ყავთ რა ზოგი იქ და ზოგი აქ და რა ვიცი ადეიშვილი და ლორდ კიფანიძე და აღარ ჩამოვთვლი კიდე იქ რა ხდება და როგორ ხდება რა მადლიერები იყავით იმისთვის რომ კიდე თქვენი ხალხის სიყვარულის გამო იმენა ხალხის სიყვარულის გამო და თქვენი ხალხის ომში ყოფნის გამო გაჩუმებულები ვართ და არ იმაშებით რა და ამას მოუნდა ელჩის დანიშნა 7 წელი რა და ისა რა ქვია დაუნიშნია თავის ჭკუით რა კი ბატონო რა ვიცი მე მგონი ძალიან ცუდი ამბავია რა ეს ყველაფერი რა არ ვიცი რა როდის იყო ხო 4 წელიც არ გასულა იმის მერე და ან რა სიტყვებით მოგვიხსენიებდა ან როგორ ვერთვებოდა იმ რაღაც აი ვითომ ყურით მოთრეულ რაღაც რუსული კანონის მიტინგებში და ნუ საოცრება რა თქვენ მოატყუეთ ის ვინც გიტყუებიათ აქამდე რა და ვისაც ატყუებთ დღემდე რა რომ მაგარი პატრიოტული მთავრობა ხართ რა თორე ჩვენი ყველაფერი გავლილი გვაქვს და ვიცით რა ის თქვენი ოქროს უნიტაზებიც ვიცით და თქვენი ეს გარემოცვის ამბებიც რა უბრალოდ ზედმეც არ ხმაურობთ და კიდე ეს ცეცხლზე ნავთს არ გისხავთ და ამაზეც კმაყოფილები და მადლობლები იყავით რა გადაეცით და გადაუთარგმნეთ ეს ჩემგან ზელენსკის რა